მოიცა მოუტრიალდება და ამ ზონაში მოიცა. ოდია, მინა. ოდია. ნე. ნე, ვასუსტე ისინიც. მოიყვა, მოიცა მელა. აგე, დე. Rexy. მეცე. მოიყვანე. აგე. ლიგა ყოლა ხინი. წავედა. ერთი დააფრთხო და ცოტა გახალის დაბა ერთი განდამჯდარზე. კარგი ბიჭი, მეორად აქტიურია. წამო. ნახე. ნელა როქსი. შორსა, ცოტა წინ. ინა სტოპ. ეხლა დააფრთხო. ნელა. მოდი რექსი მოიყვანე. Rexy. წინ. აგვის სადღაც რა. მოდი რექსი. ეს კიდე უფრო მეტად აქტიურია. წამ. მოდი რექსი. უფრო მეც დარვის გამოუკიდება. ერთი ფრინველი გვინდა ხარ შეიხედროს და ბევრად გააქტიურდება რა. აბა ნახოთ რა არის. Rexy, წინ. Nela, stop. Allah is doing. Nina, stop. Rexy. Modi. Modi, Rexy. Stop. Modi, Rexy. Stop! Opa, cai. Tamam, Modina. Tamam, gidelim. Atıyor. Lena. Atıyor. Tamam, gidelim. Stop. It's a picture. Roxy, Modi. It's not me, Roxy. Rexy, ჩემთან, აქეთ. წინა გამოსვლაზე თუ მოდიოდა, უკან მიდგებოდა, ჩერდებოდა. ეხლა საერთოდ აღარ ჩერდება, ანუ მოვა, წავა. ანუ თანდათან ეს ჩავარდნები, რასაც წინა ვიდეოში ვამბობ, აღარა აქვს. ანუ იქ იყო ეტაპი, როცა უკან დამყარდა რა. დღეს საერთოდ არ დამყარდა. ხო, ჩემთან მოვა
დახედავს და ისე გააგზავნებს სირბის რა. ამაზე გეუბნებით რამოდენიმე ნაბიჯს ჩვენთან ერთად აკეთებ. ეს ახლა კიდე არ არის კარგი მინდორი. რამდენიმე 2-3 ფილმი ნახეთ და იმას გადაყვით ახლა ადგილს უცვლით და ნიაზე დავდგებით და უბრალოდ ისაა, აი დარბის დაიწყო რაღაც სირბი. ეს არის მხოლოდ სირბი და არა ჩართულობა და მუშაობა. მუშაობამდე ჯერ კიდე რო გაგჭირდება, მაგრამ დამოუკიდებლად დარბის რა. ჩიტებს გამოეკიდა ძალიან კაი. აქ უფრო ინტერესი რაც შემოსულები აქვს მინდორში დაახლოებით 25-30 წუთია საერთოდ არ გაჩერებულა რა. აი ესე ნორმალურ ტემპში, არა მაღალი ტემპი არ არის, არ ესე აი ესე დაბალ ტემპში, აი ესე დარბის და კარგი ის არის, რომ დამოუკიდებლადაც გასვლას ცდილობს რა. ახლა ცოტა ქვევიჩავა და კიდევ შემოვყვევი, მიავი ძალიან კარგად აგვაქვს. კიდე გამოვირი და ვიტყვი, საერთოდ არც ერთხელ არ მოსულა და ფეხს უკან არ დამდგარა რა. ახლა კიდე დაახლოებით 15-20 წუთი ვატარებ. თუ რამე შევიხედეთ თუ არა და ამ აზარში დავტოვებ და ამით მოვჩებით. ოჩ, კარგი. დაიდარქს. აი საერთოდ აღარ ჩერდება რა. უფრო მეტ რაღაცებზე ინტერესი ჩეს. უფრო მეტ რაღაცაზე ყურადღებას ძალიან ბევრი ხმები ისმის მინდორში. მიავი იქედან გვაქვს და კიდევ შემოვლით რომ ლექციას წავაწყდით რა. კიდევ ვიტყვი რომ აი მთელი ის რომ როქსიმ აუცილებლად ამ ეტაპზე ფრინველი იპოვოს და ნაბული გააკეთოს, ეგ არ არის ინტერესი რა. ინტერესი არის რომ აი ესე უწყვეტად ირბინოს. ნახე თავი კარგად აწია. აი უბრალოდ ვერ ვიღებ ვიდეოს ბატარეის გამო, რომ უწყვეტ რეჟიმში მთლიანი პროცესი გადავიღო, მაგრამ აი ესე მოძრაობს, უკვე დაიწყო მოძრაობა რა. კიდე რამოდენიმე ხანში უკვე ცხვირს ჩართავს, უკვე ირბენს ისე რომ ფრინველი ეძებოს რა. რატო დამყავს ნინასთან ერთად, რომ თუ ნინამ ფრინველი იპოვა, რომ მივიყვანო როქსიც, რომ ცოტა დავაჩქარო პროცესები, თორე აუცილებლად ესეთ სიტუაციაში ლეკმა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს და იპოვოს ფრინველი, რასაც შეძლოს. ოჩ, კარგი ბიჭი. ოკეი, там иди рокси. Аудиор неларо. Ачелва. Так, иди. Окей, так. ნახეთ, სულ მიკვის და მაინტერესებს აი თუ ვარჯიში არა გაქვს ჩატარებული და თუ ძაღლისთვის ლეკვისთვის არ გისწავლებია სიტყვა ნახე რას ნიშნავს. ეხლა მე რო აქ როქსის ვეძახო ნახე, ანუ რა გონიათ და რას ვფიქრობთ ის ხალხი დამიწეროთ რომ გებულობს ამ სიტყვას ნახე და მიდის და ნახულობს, ანუ როეუნები ნახე, მაგიტო მიდის და ნახულობს. არა, გამორიცხული ეგ ბზანები, ეგ სიტყვა წაღმა საერთოდ არ იცის. უბრალოდ მანამდე უნდა ასწავლოთ და დაამთხვიოთ რაღაცას, რომ ძებნის პროცესში ეს სიტყვა თანხვედრად იყოს რაღაცი ძებნასთან და აკავშირებს მე რომ თუ რაღაცას ეძებს და იპოვის ეს სიტყვა ნახე ნიშნავს რომ რაღაცა უნდა იპოვოს. სწორედ როგორც ადამიანს ეუბნები წადი და რაღაცა ნახე არ ესმის ამ ძახილით რომ ნახე უარესი კეთდება, ანუ
ძაღლი თქვენ ხარ ძაღლთან კონტაქტში და არა ძაღლი არის თქვენთან კონტაქტში. ამიტომ ამ სიტყვების აზრი არ აქვს. აი ნინა ნაბულზია და როქსი მოცდააფრთხოს შვენიერი იქნება რა. ნინა stop. კეკოს აი აინტერესებს განაჯდომიან მიდი როქსი შენ თვითონ მიდი როქსი აი საჭირთ ერთი იქეთ ოჩ ინტერესი გამოხატა აგვირთხა ეს ფრინველი არა უშვს თუ ნინა წამო არის ბიჭებო ფრინველი ზედა მინდორში თავიდან სადაც დავიწყეთ სიარული შედარებით დაბალი ბალახი იყო იქ მინდოდა რომ თქვენ ახალ დაბალ ბალახში როგორ ირბედნენ ლეკვები აქ ორი ცალი ეხა ნახეთ კიდე ხმა ისმის ანუ დილით მოსვლა მეორად ეფექტურია რა დღეს მოვედი ზუსტად 5 საათზე აქ ვიყავი უკვე ძალიან ადრე თენდება რა მაგარი სიგრილია ოდნავ ნიავიცა ვისაც მოსამზადებელი ყავთ ძაღლები ლეკვები ატარით რა ეს ადგილი ნორიო ყველა მიცით რა არ არის ჯერ საფრთხე და საშიშროება იმის რომ წერი ბუდეზე იჯდეს და წერის ბუდე გავაფუჭოთ რა ჯერ კიდე როგორ ჩანს შეწყვილების პერიოდია თუ კი ვინმე ნახეთ ამ ბუდე ან კვერცხი ხო ამიწერეთ კომენტარში აუცილებლად რომ ეს აქციარულს მოვეშვა რომ ბუდე არ დავაზიანო რა დანარჩენი აი ხო გეუბნებით კარგი გამოსთილი ძაღლი პირველი მეორე სეზონის ძაღლი იდეალური სამუშაო პირობაა რა კარგი ნიავი სუმიერად ბალახი ალაგ-ალაგ მაღალიც არის დაბალიც არის წელს შეიხვედრებთ რა ასე რომ არ დაიზაროთ დილიდან ადრიანად შეგიძლიათ გამოხვიდეთ ივარჯიშოთ ეს ძალიან კაი მინდორია ხელია ბალახი შედარებით და ის ერთი გადმომჯდარი გვეგულება აქეთ აბა წამო როქსი ვნახოთ ეს უკვე კარგი მიღწევა ესე რო დარბის ახლა აქ აქცენტი რომ ზიგზაგურად იაროს თანაბრად მარჯვნივ მარცხნივ ნუ მაგაზე ჯერ არ მუშაობ ბუნებრივია მთავარია და ვიცახი რომ აი ესე უწყვეტად რაღაც დონეზე ირბინოს რომ იყოს ლაღი მეტი აქტიური მეტი ინტერესი ქონდეს მინდორში რაღაცის ძებნის რა გადამშტარი ვერა Bravo, koçaks. ინდონაცლიერია ამათი სისხლი და გენი რომ ეს უნდა გადალახოს რა ამ გენმა და სისხლმა უნდა ცოტა ყურადღებით ოჩა ბულიც
გაბულიც გააკეთა. ყოჩა როქს. ჩვენი ამაზე. ყოჩა როქსი. კარგი ბიჭი. ეს არ იყო ახლა. რა თქმა უნდა სრულყოფილი ნაბული და ისისთვის დამახასიათებელი, მაგრამ უკვე იყო სადანელელა კიდე და კიდე ცხვირს გახსნის რა. არის მე კიდე მექანიკური რაღაცეები, რაც ისეთი შეიძლება ცოტა დავაჩქარო პროცესები, მაგრამ არ გქონდა. სანამ არის ეს პირობა, რომ ესე ბუნებრივად შეძლოს ეს ყველაფერი, ვეცდებით რომ ბუნებრივად შევძლოთ. თორე თუ დაგვჭირდა მექანიკურადაც ჩავერთებით, მაგრამ არ გვინდა, ვიცი რომ გვაქვს კარგი პერიოდი შემდეგში წალკაში წალკის მუნიციპალიტეტისკენ მანამდე სართი ჭალის მოსინჯვა შეიძლება, მაგრამ ამ კვირაში ოჩა როქს ამ კვირაში მარტო მორიოთ შემოვიფარვებით რა. სამშაბათია დღეს, კიდე ხუთშაბათ წამოვოთ მინდორში და მეორე ამ შაბათ ამ კვირას რა და ნახეთ დრო არ გამომეპაროს. სულიად საკმარისია, რაც ვიარეთ ეს ერთი მუშაობასთან მიახლოებელი რაღაცა ძალიან ბევრი რამეს ნიშნავს და ამით ახლა წავალ მანქანისკენ, რასაც გზაში ბონუსად შევიხოდეთ, თორე პირდაპირ აქცენტი რომ მანქანაში წავიდა. ნახეთ საერთოდ აღარ მოდის ჩემთან. არც ვიძახი, არც უკან გამირბის უკვე ესე მოუმატა სივრცეს მეც დადის. კიდე ვიტყვი რომ შეიძლება ებოლი ბალახი იყოს უკეთესია, რომ ეს მაინც ხალის ზომაზე ეს ჩემი პირადი აზრი არის, არავისთან საკამათოდ არ ვამბობ, უბრალოდ ჩემი შეხედულება ვფიქრობ, რომ ეს მაღალი ბალახი ასეც ხალის არესთან ხდება. ვფიქრობ, რომ დაბყოლება ამისთვის და წინაღობა დავექოთ. ამასაკის რეგზომად ვაპარაკი და ესე საგეშ ძაღლზე. ხოდა დიდი რო იქნება და რო დადგება, მაგრამ წეები და ხეები და დაანგრიოს რა. მე ბარიერი აღარ იარსებებს მის. აბა. დავიჯერო ესეც ნაბულია და აკი ნაბულია. თავი როგორაა გაღერილი. მინა სტოპ. აჰა, ესეც მეორე ნაბული. ნინა შენ სტოპ. ამ დროს უნდა იდგეს. შეიძლება. სრულა, მაგრამ არა შეიძლება. შეიძლება ნაჯდომიან გაგვექცა, მაგრამ ეს დაპაუზებაც მოსულა. Де хора. Ара. Хорош. Не. ოჯორი გაეპარა, მეხანს ვიდექი და ეგარი არ უნდა გაეპაროს ნინას მაინც რა. და იმ რაღაც ისე უტრიალებენ რომ კარი სადღაც გამძრვალი. შეცდომების დაშვება მოსულა. ვინც შეცდომას არ უშვებს, ის ვერ განვითარდება. და ვისწავლოთ შეცდომებს, მაგრამ ეს ძაღლები არიან, თავიანთ შეცდომაზე უნდა ვისწავლოთ. ამ მომენტში სხვის შეცდომაზე ვერ ვასწავლეთ. დავიდა როქსი ძებნაში. კარგი ბიჭი.
წამო ნინა, მოდი. წამ. всё, წავედით მანქანისკენ. ოჩ, კარგი ბიჭი, წამ. თვითონ გაერკვეს, თვითონ მიხდეს. შესავალი ვერ გავაკეთე რა. პირდაპირ მინდორში დავიწყე. მარტო არა ვარ, მეგობრები არიან იმათაც. ახალგაზრდა ლეკვები ყავთ. ორივე ლეკვი არის 6-7 თვის და ვიდეო ვერ ჩავწე. და გამოვედი დღეს მესამე გამოსვლა არის. როქსი უფრო გააქტიურდა. პრომეტი ლაღად დარბის მინდორში. იმდენი ჩავარდნები აღარა აქვს, ნაკლებად შედარებით. ერთი ნაბული გააკეთა უკვე უშუალოდ ფრინველზე. ფრინველი ამოიყვანა. ერთი ცრუნაბული ქონდა მინასთან ერთად. ანუ სავარაუდოდ იმდეხას იდგა რომ მე გავაგვიან მისვლა ფრინველი გაგვეპარა. ეგეც კარგია უკვე ამისთვის და კიდე ერთი ნაბული ქონდა ოღონდ რაღაცაზე. ეგ არ ვიცი. ეგეც არის დასაშვები, ეგ შეცდომები უნდა დაუშვას და ნელ-ნელა უნდა გაფილტროს გონებაში და მიხვდეს რაზე გააკეთოს ნაბული, რაზე არ გააკეთოს ნაბული. იმიტომ რომ ეგ ეტაპი სრულნაბულები ფრინველებზე გამოკიდება რაღაცები. მაგ ეტაპი გამოტოვებული ხო. ნახოთ. და ამ თუ ვიდეოში რომ დღეს სამშაბათია. 16 ივნისი. ხუთშაბათს წამოვალ და მე ან შაბათს უფრო კვირას და ვნახოთ. მე უკვე ალბათ კვირას უფრო მეტი იქნება გამოუკიდება მინდორში ვიდრე ნინასთან ერთად. მაგას დავაკვირდები ხუთშაბათს როგორ მოძრავებს რას იზამს და ამის მიხედვით გადავწყვეტ რა. დაბადრობით ხოლმე გამოიწეროთ ახი, მოიწეროთ ვიდეოები დროებით.